მოგესალმებით, ჩვენი არასიმბოლური 11 რაღაც ფორმას იძენს. კი. არ ვიცი რამდენად სასიამოვნოს სანახავად, მაგრამ დღეს კიდე უფრო ხორცებს შეასხამს. კი, და დღეს ისეთი ფეხბურთელი გამოვაძრინე ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც ალბათ ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს. ეგეთი სკანდალური ადამიანია განელი ტომას პარტეი. გამოიწვევს კი არა, უკვე გამოწვეულია. არა, გამოიწვევს რა უნდა ამ სიმბოლურ 11-ულშია. აქ ჩვენ ყველას ჩვენ გვაქვს რეალურად ეს არის სიმბოლური თავშესაფარი. ხო. და ხო, მოდი აბა ვინც მოინანიებს ყველას მივიღო. კი ბატონო. ამ მიუყვეთ ამ ფეხბურთელის ამბავს. მანამდე არ გამოიწერო და მოიწონო. კი, აბა რა, კაცო, უნდა გამოიწერო, მაგრამ იცი, ანუ უნდა გამოიწერონ და აკომენტარონ, ვიყურონ, ვინც არის ის გააგებინონ, გამოაწერინონ, აყურებინონ. ტომას პარტეი განელი ფეხბურთელი, რომელიც პირველ თამაშზე კანადაში არ შეუშვეს, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და რატო და რა ხდება და ასე შემდეგ, ამიტომ ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ მანამდე ტომასის ამბავს რომ ვიყვეთ. განაში დაიბადა. არის ესეთი ქალაქი განაში, ოდუმასე კრობო. ისეთი განსაკუთრებით გამორჩეული ქალაქი არ არის, როგორც ყველა დანარჩენი ქალაქი განაში. თუმცა ოდუმასე კრობო ცნობილია ბისერებით. ბისერები ხო იცი რა? ხო, სამაჯურები რაღაც პატარა იმეების გარო აწყობენ რა ქვია მაგას. ძივებს და ხო, ელსაბამებს და ასე შემდეგ. და მთელი ქალაქი არის ამაში ჩართული. ტომასი დაიბადა დიდ ოჯახში. გიორგი, პროცენტ ტომასი დაიბადა დიდი არ იყო, პირველი შვილი არის. მაგრამ ყავს დაძმები. თუმცა არის ერთი უცნაური ამბავი, რომ არ არსებობს ოფიციალური ვერსია რამდენი არიან ოჯახში. ორი ვერსია ლიდერობს, 8 ან 7 დედმამიშვილი. ხო და თან მე რო ჩაეძიოთ თქვენ სადამდეც გავხაჭი ჩავყევი მივწერე ვიღაცას მან მომწერა იქ წავიკითხე არაფერი არ არის ცნობილი არც ის რას აკეთებენ ისა ტომასი რო წამოვიდა ფეხბურთს მიაწვა ისინი დარჩნენ იქ ოდუმასე კრობოში და მძივებს აკეთებენ ვის მისწევ ჯიგრებს რა ხელოვნურ ჯიგრებს ხო და ისინი არიან იქ და მძივებს აკეთებენ უხარიათ რა არც სოციალური ქსელი არც ჟურნალები არც მე განელი ჟურნალისტი ხო არ აქვს განელი ჟურნალისტი არ ამბობს მაგრამ კენიელბიჩს ვიცნობდი ერთს კაი ადრე გავიცანი გამოვიდა ატლეტიკოდან უკვე მეც მახსოვს თომასი ხო მაგრამ ატლეტიკომდე მოხვდა ცნაურად მამამისი იყო სამოყვარულო გუნდის მწვრთნელი იქაურ ოდუმასე კრობოს და ავარჯიშებდა იქ ტომასს და მოფერებით ეძახდა სენეგალს შვილს. რატო? თურმე აფრიკაში ისეთ მიღებული ეს არის ფორმა არის რომ ადამიანებს არქმენ სხვა ქვეყნების სახელებს. მართლა? მაშინ როა ჰაუს კი არა. ხო. იქ ქალაქები ქვია. ხო და რაღაცას ნიგერიას ეძახიან, ვიღაცას კონგოს, ამას სენეგალს ეძახდა. რატო სენეგალს? ტომასი ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო. და თუნდაც სენეგალელები ითვლებიან განელებისთვის ფიზიკურად ძლიერ ხალხად. ეს რომ მოტროკი იყო და ეს გამხდარი განელი ბავშვები ვერ აქცევდნენ, რომ ეჯახებოდნენ. მამამ თქო სენეგალი ხარო. და ამასაც უხარდა. და თამაშობდა ესე ფეხბურთს ამ გამხდარ განელ ბავშვებთან ერთად და შეამჩნიეს სკაუტებმა. და გადაწყვიტეს რომ წაიყვანათ და ძალიან უცებ მოხდა ტომასის წაყვანა ატლეტიკოს აკადემიაში. ისე უცებ მოხდა, რომ ოჯახში ყველა მარიცოდა სად წავიდა. ხო, მაგრამ ოჯახი ჯერ არ იციან რამდენი არიან. და მე ერთი გამოაკლდათ. ურზე ეგონა. ხო, ერთი გამოაკლდათ და არც უკითხავთ, არც მოუკითხავთ და ნუ აღმოჩნდა ატლეტიკოში. იქ დაიწყო ვარჯიში.
მაგრამ ატლეტიკოში ფიქრეს რომ ჯერ მზად არ არის ჩვენთან ითამაშოს და განათხოვრებით იყო გაშვებული მალიორკაში და ალმერიაში. სადაც გაიზარდა ასაკითაც, ფიზიკურადაც და ის უფრო და უფრო გამოტროკობდა. და რო დაბრუნდა ატლეტიკოში, სიმეონემ მასაკნა რა სწორად შეაფასა, რომ მარტო იმაში არ იყო ძლიერი ჩაშლაში, არწაქცევაში და წართმევაში და ასე შემდეგ დაამოღამებინა შორი პასი ბურთის ამოტანა, ძლიერი დარტყმა შორიდან. და მოკლედ ძალიან მადლიერია ჩოლოსი, რომ ეს ყველაფერი ასწავლა. და დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან ფინალში. მან შემოიყვანა, ხო, რო წააგეს, მან შემოიყვანა და იმდენად გაუხარდათ. ეგ ის იყო, ხო, ჩემპიონობისთვისაც ორივე იბრძოდა. ხო, ტვინი რო წაიღეს, სულთმენს რო ხდებოდნენ. ხო, მან ერთი ჩემი მეზობელი ამბობდა გავიგონე, რომ ჩავიარ. მაგენს ახა ეტყვიენი, ერთი შენ მეიგე, ერთი შენ. ესეთი ის ხო. ესე დაალაგა ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ჩემპიონთა ზეგრემოს. ბიჭო ეგ არის, იც ხალხმა იცის რა, ხალხს ვერ დაუმალო. ხო და ეს რო გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იმდენად გაგიჩნდნენ იქ ოდუნმასე კრობოში. ხო. რომ იქაც ქონიათ რა ისა ოდუნმასე კრობოება თბილისობასავით. დღესასწაული. ხო, დღესასწაული, ქალაქის დღესასწაული და პირველივე დღესასწაულზე საპატიო ოდუნმასელ კრობოელად დაასახელეს. ტომასი შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ჩენებივინი. ისინი ხო, რაღაცა მუსიკის მასწავლებელი იქნებოდა, ექიმი იქნებოდა, გაზონი გაკრიჭა ვიღაც კაცმა შეიძლება. ან ბევრი მძივი გაყიდა, იქ მძივებს ყიდიან არ დაგავწდეს. ხო, დანარჩენი სიპები და აიპები. ხო. ოდუნმასე კრობოს სიტები და თეორი პროს მთავრობა იუმორისტ. შემდეგ წელს უკვე ლიგაზე აი სიმეონეს ნასწავლი ყუმბარისებული დარტყმით გოლიც გაიტანა. ხო. და ისევ ატლეტიკოშია. ატლეტიკოშია ჯერ და მან მივიდა რომ ატლეტიკოს ისტორიაში პირველი აფრიკელი ფეხბურთელია რომელმაც ლიგაზე გოლი გაიტანა. აჰა. ეს კარგად მიდიოდა, ჭკვიანად მიდიოდა, რა გამოხდა არსენალი და წაიყვანა არსენალმა. ხო და ხო, სწორად ტომასი ეწერა მაისურზე მახსოვს. არსენალშიც კარგად დაიწყო ყველაფერი. ძირითადში წვდებოდა. მწვრთნელი ენდობოდა, იქიდანაც შორიდანაც უბრაგუნებდა და გოლები გაქონდა, მაგრამ მოხდა ის, საიდანაც დავიწყეთ და მე გეტყვით ხო? უჩილეს. ტომას პარტეი არის ამ სოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც აღზრულია სისხლის სამართლის საქმე. და სასამართლო 2027 წელს გაიმართება და სანამ არ დამტკიცდება ბრალი, ამიტომ დამნაშავედ ჯერ ესე არ არის აღიარებული და განამაც ჩასვა განაცხადში. ეს ყველაფერი დაწყებულა 2022 წელს. და პირველი თამაში მოიგეს. ხო. ხო, უპარტეოთ. ხო. იმიტომ რომ ეს არ შეუშვეს. არ შეუშვეს კანადასთან იდგა იქ და იქიდან გულშემატკივრობდა ბიჭებს. კანადასთან იდგა არა, მაგრამ ხო. ხო, მივხვდი არა. და 2022 წელს შევიდა საჩივარი ლონდონის პოლიციაში გაუპატიურებაზე. მაგრამ ეს არ გაახმაურეს. ამ დროს თამაშობდა არსენალში და შეუძლებლად გამოდიოდა მოედანზე, ძირითადად ხდებოდა ხანდახან შეცვლაზე, მოკლედ როგორც არის და მაგრამ თან ახლა ეს დამალოც ხوار გამოვიდა და ჟურნალისტებს და მედიას პოლიციამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აი ეს ზერელე რა რაღაც მოხდა დანაშაული, სადაც სახელდაგვარი არ თქვეს, მაგრამ მოქალაქე ტპ დაბადებული ამა და ამ წელს განაში. ხო. და ნუ ცოტა საზრიანი ჟურნალისტი ესპანეთის პასპორტი. ხო. რომელიც ლონდონში ცხოვრობს ამა და ამ წლით და მიხვდა, რამდენი ტპ უნდა იცოდეს ახლა განელი. რომელსაც მალავენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ტომას პარტეი, გამოვარდა ჭორები
დაიწყეს მითხა-მოთქმა, პოლიცია ისე ჩუმად იყო გასული, მაგრამ 2025-ში უკვე კიდე რო დაემატა რამდენიმე სარჩელი, უკვე დამალოს აზრი არ ქონოდა, თქვეს რომ კიო, მაგერო ამგანელ ბიჭსო ბრალად ედებაო რამდენიმე გაუპატიურებაში ბრალიო და ჯამში არის 7 გაუპატიურება პლუს 1 ძალადობა. ამ ყველაფერზე თვითონ ტომასი ამბობს, რომ უდანაშაულობა რომ not guilty ეს იყო მისი კომენტარი. ადვოკატები, რომელიც ალბათ ბლომად ყავს და ეხლა ეგ არ გაუჭირდება ამბობენ რომ თანამშრომლობთ გამოძიებასთან, მაგრამ ეს გამოძიება გაჭიანურდა, იმიტომ რომ დრო არის დიდი გასული. აღარ არის სამხილები, არის არც ის მიმოწერა, არც რაღაცა დასკვნა, არც იმის კვალი რო სად იყო ტელეფონის ანძით ამ დროს ტომასი. კი არის რაღაცა ჩვენებები, არის რაღაცები, მაგრამ თავი ვერ მოუყარეს და ამიტომ 2027-მდე გაიწელა. ხო და მანამდე კიდე ისე მოხდა რომ ამ ამბის გამო ჩრდილი მიადგა გაანას ნაკრებს, არსენალს და გადავიდა ვილარეალში და ეხაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც ჯერ ლაპარაკი არ არის და არც სხვა გუნდებიდან არ მოდის ინტერესი, სანამ ეს ამბავი არ ჩამთავრდება, როგორც ჩამთავრდება. აი ესეთი ადამიანია, ხო და შენ ხან განსაცდელში აგვერდით დაუდექი და ნაკრებში მოიწვიე, აკა? ხო. იმიტომ რომ თუ დამნაშავეა ჩვენს გავაგდოთ. բայց რელიგიასავით იქცე. ხო. სოდვილებს აგროვე? ვიცი რა. არა, მე გამოძიებას ვენდობი თვითონ იტყვიან რაღაცა ყველაფერს, მაგრამ თუ დანაშაულოა, ხო. კაი ბიჭი ხარ. ბიჭი ხარ თუ მამა თუ რაც ხარ. ბიჭი იყოს ხო. და მოდი 5 ნომერი მივცეთ რა. 5 ნომერი. 5 ნომერი იყო. ხო. ატლეტიკოში იყო 5 ნომერი, ხო. ხო და ის ერთი თვითონ რა ხასიათზე არის და ჟორჟისთვის ხო არ გვეკითხა. რა. აი როგორ ასამბობს ამაზე კაცო. გავიგებთ მაგას, ხა მაგას უკვე იმდენი ჟურნალისტი დაყვება, ისე თვითონაც ვერ ხვდება, რომ გამოჟონავს რაღაც ინფორმაცია. ნახოთ ხო რა არ ვიცი. მაგრამ საინტერესო არის, უფრო ის არის რა. ეს გამოძიება რას იზავს? დეტექტიური ფილმები არ გიყვარს? დაწიგნები. დეტექტივები არა, მაგრამ საფეხბურთო გამოძიებები რომ იყოს ხო იცი. ხო და აჰა, მეც მივადევნებ თვალს. მივადევნოთ თვალიდან ვნახოთ ერთი რას იზავს ჩვენს 11-ელში. კაი, ეს არის შემდეგი მონაწილე ჩვენ. ნახევარმცველი, ანუ ნახევარ-დაცვას ხო, აკომპლექტე. ხო და კიდე ყავს ერთი კაი ბიჭი. კი, ჯილდება ნახევარმცველი. ხო, კაი, კამფეტ. ამაზე უკვე შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ, ხვალ 10-ზე ისე დაგვიოდეთ, მანამდე კი მოიწონეთ, გამოიწერეთ. კარგად იყო.